ხო, პირველ რიგში ვიტყვი, რომ იმის მიუხედავად, რომ აი უშუალოდ მმართველობაში არ მონაწილეობს, საქმის უშუალოდ დემოკრატიული უნივერსიტეტი გვაქვს და ყველა შეგვიძლიათ ჩვენი აზრი გამოვხატოთ მანდ. მე დავიწყებდი იმით, რომ მაგალითად რაში გამოიხატება ყველაზე დიდი პრობლემა ჩემი თვალსაჩინით. დიახ. აი მაგალითად, როცა გვადარებენ ოქსფორდს ან კემბრიჯს, ოქსფორდის ბიუჯეტი არის 3.7 მილიარდი დოლარი. კემბრიჯის არის 2.8. თქვათ ლომონოსოვის ინსტიტუტი შევადაროთ, რომელიც მე-100 ადგილზეა მიახლოებით, ხო, რუსეთში 600 მილიონია. ილიას უნივერსიტეტის ბიუჯეტი იყო 20 მილიონი და 35 არის თესეულსი. ანუ პრინციპულად თითქოს ვერ დავდებთ იმ შედეგებს, რაც უნდა დაიდოს ამ დიდი უნივერსიტეტებიდან, მაგრამ თუ გადავთვლით 1 მილიონი არა, ხო და თუ გადავთვლით 1 მილიონ დოლარზე რამდენი პუბლიკაცია ქვეყნდება, მაშინ ილიას უნივერსიტეტი ლიდერი იყო საქართველოში, იმიტომ 17 პუბლიკაციას, 17.5 პუბლიკაციას ვახერხებდით, თითქმის ამდენივეს აქვეყნებდა TSU და ოქსფორდი აქვეყნებს 4-ს. ანუ იმიტომ რომ იქ ძვირი ჯდება ის შრომები, არ ვამბობ რომ ცუდი შრომები აქვს ოქსფორდს, უბრალოდ ჩვენ ცოტა ფულით ძალიან ბევრს ვახერხებთ. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სტრუქტურა ამ თვალსაზრისით საქართველოში არის ალბათ უმაღლესი განათლების სტრუქტურა. უცხოელი სტუდენტები მოდიან, ანუ ეს არის იმის ნიშანი, რომ კარგი ხარისხის განათლებაა, ხო? სკოლებში ჩვენთან არ მოდიან უცხოელები, მაგრამ უნივერსიტეტებში მოდიან და როდესაც შენ კვოტებს აწესებ ამაზე, ანუ გამოდის რომ აქტიური მეცნიერები, რამოდენიმე ათეული, შეიძლება ასეული, აქტიური მეცნიერი, მაგალითად ზოგი არის გია ჯაფარიძე, თქვათ. შეიძლება ვინმე მიცის, რომ ის არის აკადემიის წევრიც, ხო? აი ზოგჯერ ამბობენ ილიას უნივერსიტეტზე აი კოცები არა პოლიტიკურად ანგაჟირებული, ეს არის ფიზიკოსი, რომელიც მეცნიერებად აკადემიკია. მას ფაქტობრივად აუგზავნეს სტუდენტების მიღება. ანუ, როდესაც ქვეყანა რამოდენიმე ასეულ თავის მეცნიერებს ეუბნება, რომ თქვენ სტუდენტებს არ მიიღებთ, მე არ მგონია, რომ ეს რაციონალური ან ფსიქიკურად დალაგებული და ადეკვატური ხალხის გადაწყვეტილებაა. მე ვთვლი, რომ ეს რაღაც კომპლექსებია, რაღაც სხვა პრობლემებია და არც ლოგიკაში, არც განათლების ხარისხში, არც თუნდაც პოლიტიკაშიც კი არ უნდა ვეძებოთ აქ ჩვენი რაღაც. როცა 120-ზე მეტი ფაკულტეტიდან თუ სპეციალობიდან რჩება მხოლოდ 20. 3700 სტუდენტიდან, რომელიც უნდა მიგვეღო წელს, 300 სტუდენტს მივიღებთ მარტო. მხოლოდ 10% რჩება, ანუ სტუდენტებისა მისაღები, ხო? ესეც არა, ცოტა ნაკლები. და ისიც, ანუ ფიზიკა ფაქტობრივად არ არსებობს, ასტრონომია ფაქტობრივად, ანუ რჩება მარტო პედაგოგიკის რაღაც კურსები და მე არ მესმის, როგორ შეიძლება ფიზიკა მასწავლოს კაცმა, რომელმაც არ იცის ფიზიკა. ანუ არ გაიარა ბაკალავრიატი ფიზიკის. გაიარა კურსი, ეს იგივეა მიახლოებით, თქვათ, ყაველაშვილი კაი ფეხბურთელია. აი ყაველაშვილმა ერთ წელიწადში კურსებში ვიღაცას რო ასწავლოს ფეხბურთი, ერთწლიან კურსებში. აი რა დონის ფეხბურთელსაც გაზის ყაველაშვილი, იმ დონის მასწავლებლები შეიძლება მოამზადო ერთწლიანი ასეთი დაჩქარებული პროგრამით. ანუ ეგ არის ფარსი. თუ დახურვა გინდა, მაშინ ბოლომდე დახურე, ნუ იტყუები რომ რაღაცა. ხო, მის ქვეყანა ვართ, რომ ყაველაშვილის ცოდნის და განათლების კაცი პრეზიდენტად დანიშნეს. ხო, ანუ მაგრამ უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ აი მაგდონის ეს ქვეყანა მიიღო. და ამაზე არ ჩამოიქცა ეს ქვეყანა. ნუ მე მეძე ვიტყვი, მე პარლამენტში შედან ადამიანები, რომლებსაც გაურკვეველი უნივერსიტეტების დიპლომები უდევთ, სადაც ერთი დღე არ მისულან. მე უფრო მეც გეტყვით, ანუ ექიმი რომელმაც პირველი ვაქცინა აიღო, AstraZeneca თუ გახსოვთ და გარდაიცვალა, რა კომპენსაცია მიიღო ქვეყნისგან? არ ვიცი. არაფერი არ მიიღო ქვეყნისგან. კაცი რომელიც ვერტფრენით დაიმსხვრა, როცა ცდილობდა სხვები გადაარჩინოს, რა კომპენსაცია მიიღო? ტალახაძემ რა აიღო? იმისთვის რომ მედალი აიღო თავისთვის. მილიონი ლარი. ძიმე გირები. მილიონი ლარი მიიღო სახელმწიფო. ანუ სახელმწიფო აფასებს ημას, ვისაც მერე პარლამენტში დასვავს და დააჭერნებს ღილაკს. რამდენად ძლიერი კუნთი აქვს და რამდენად ძლიერი სიჩლუნგე, როგორც ჩანს ასე გამოდის. ხო, მე ვიცი რომ თქვენ ერიდებით ასეთ მე არ ვერიდები ასეთ თემას, უბრალოდ არ მგონია კონსტრუქციული. ერთს დავამატებდი უბრალოდ. რა თქმა. უზბეკი, ანუ ჩვენ გონია რომ აი ქართველები მაინც უზბეკეთზე უფრო ძლიერები უნდა ვიყოთ, ხო, სომხებთან რაღაც პროექტობა გაქვს. უზბეკეთი აშენებს NVIDIA-ს დატა ცენტრებს. 2030 პროგრამა აქვს, რომელიცაც ისინი გეგმავენ ხელოვნური ინტელექტი დანერგონ ქვეყანაში და განათლებაში იმპლემენტაცია დაიწყონ ამის. ეხლა მოაწერა სომხეთმა. ჩვენთან მაქსიმუმი დატა ცენტრები რაც აშენდა მაინინგისთვის, იმისთვის რომ ოფშორში სწრაფად ფული წავიღო და ისიც ვიცით რომ ზოგი ზის მაგ საქმეზე, ეს ფული სად არის, სად არ არის, არ ვიცით, არამხოლოდ მსგავსი დატა ცენტრები ჩვენთან არ კეთდება, ხელოვნურ ინტელექტზე ყველას დუმს და ერთადერთი ჩვენი მიღწევები რაც არის, მონღოლეთში ხინკლის და ჩურჩხელას დემონსტრაცია შევძელით
და აი ესეთ ქვეყანად გადაქცევა თუ გვინდა, მე მგონი სწორ ტრაექტორიაზე ვართ და ჩამოვჩებით უბრალოდ აფრიკის, ცენტრალური აფრიკის ქვეყნებსაც კი ჩამოვჩებით უკვე სასკოლო განათლებით და ეს კიდე გამხმოვდება.